შეტევის განვითარება, მაგრამ თავარია რომ ეს შეტევა გრძელდება. ფლანგიდან წამოიღეს დაბალი პასი, შეიძლება უკვე დარტყმა გარის მიმართულებით და იქნება პირველი კუთხური. დღევანდელ მატჩში დარტყმა. ხო, ოღონდ კუთხურიც არ არის, ესეც სათქმელია, არ არის, იმიტომ რომ ისე გამოჩნდა აიამები ზოჩი, ნახოთ აბა კიდევ ერთხელ. ხო, კარგა ერთი პასი არ იყო იქ თამაშგან მდგომარეობა, თუმცა გაგრძელდა შეტევა, ნაკანოს ცუდი დარტყმა ვერ მოიყვანა სისრულეში ის, რასაც აპირებდა. ცენტრში შემოიწია გუჯაბიძე, რა მომენტი იყო! აი პირველი დარტყმა საერთოდ კარისკენ. მოამზადა გუჯაბიძემ დარტყმა, კარგი დარტყმა აქვს და გაიტანა კიდეც წინა ტურში გოლი. თანაც საკმაოდ ლამაზი და რუსთაველთა კაპიტანმა დღესაც სცადა რომ გაიტანა გოლი საჯარიმოს გარედან და დააყდა ძალიან ცოტა. კერესელიძეზე ვისაუბრეთ, გუნდებს მეორე ნახევარში მოვაკლდებათ და ეს კარგი იყო ფარულავა, ცენტრისკენ შემოიწია, ჩაწოდება, ანოფის დარტყმა არ გამოვიდა, ვერ შეწუდა ბურთს. წევას შეუძლია უკან მოუხდა პასის გაკეთება, ფარულავა შემოიწია ცენტრისკენ, თავად აპირებს დარტყმას, დარტყმა და ასხლეტის შემდეგ იქნება კუთხური. არ გაუშვებდა სივრცე იყო და ასეთების ჩვევია მას. აუშვა ბურთი კარისკენ, მაგრამ ეგ მეგონი ფაცაცია იყო ის მოთამაშე, რომელმაც დარტყმა მიიღო, არა, იაკობიძე, მოთამაშე, რომელმაც საკუთარ თავზე მიიღო ეს დარტყმა და საბჭი ფულერი გადაატარა ბურთსფეხი, კარგი პასი გააძრინა, კიკაბიძის ჩაწოდება, მენთეშაშვილის დარტყმა და აი პირველი დარტყმა კარისკენაც და კაკორის დილას ყველაზე პროდუქტიულ მოთამაშეს 3 გოლითა და 3 საგოლე პასით ამ სეზონში. კიკაბიძე აწვდიდა ბურთს საჯარიმოში რბილი პასით. კარგი, ზესაც შეუძლია ფლანგის შეცვლა, ტიბუეს ყვითელი ბარათი აქვს, ფრაგის გასვლაც არ იქნება გასაკვირი, ჩაწოდება პირდაპირ ხელებში. თავ სტანდარტიდან ძლიერი პასი, გავიდა გოლი და გავიდა რუსთავი წინ, ირაკლი იაკობიძე. ბოლო გოლი რუსთაველთა მიერ გატანილი იყო მათი ცენტრალური მცველის და მან მოახერხა როგორი კარგი სტანდარტი თამაშგარე ალბათ არ იყო, ტიბუე იყო ჩარჩენილი და დროული უნდა მეთქვა ცოტა ხისტია ეს პასი თქო. მაგრამ არგენტინელის მშვენიერი გადაცემა და სტანდარტი კიდევ ერთხელ რუსთაველთა ძალიან კარგი იარაღი, რომლითაც ისინი ახერხებენ წინ გასვლას. ირაკლი იაკობიძე კი ახერხებს გოლის გატანას, რომელიც მისთვის ამ სეზონში არის უკვე მესამე. შესანიშნავ ფორმაშია რუსთაველთა, რასაწყვეტია და არ გაუშვა, იქამდე კი ვნახოთ ეს ეპიზოდი, მენთეშაშვილი არაუშვა, ჩაწოდება, არის მომენტი და თითქმის цаრიელი კალიდან გამოიტანეს ბურთი. არის არბიტრი ყვითელი ბარათი ვისკოცილიძეს. აი მომენტი კიდევ ერთხელ ტიბუესგან, მერე ბერუაშუმა ითამაშა და გამოიტანეს ბურთი მცველებმა საბოლოო ჯამში. და ეს ფინიშია მოიგო რუსთავმა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი. იაკობიძე გახდა გმირი. ის გოლი ჯერ იბერია 1999-დან, მერე გორის დილასთან. გიაცეცაძე თავის სტავთან ერთად აღნიშნავს ამ გამარჯვებას და რუსთავი, რომელიც 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.